დილამშვიდობის იმედის ეთერში თქვენ უყურებთ რუბრიკა 5 შეკითხვას. დღეს ჩვენი სტუმარია შოთა დიღმელაშვილი გაგარინი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. რატომ გაგარინი? აქედან დავიწყოთ, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როცა ეხლა ისევ დაიბრუნე გვარი და მანამდე შოთა გაგარინის სახელით გამოჩნდი ტელეეთერში. ანუ პრინციპში ყოველთვის დაბრუნებული მქონდა, უბრალოდ ძალიან პატარები როცა ვიყავით, რამდენიმე მეგობარმა გავაკეთეთ რაღაც პოეტური ორდენი. ვარდისფერი ავტობუსი. იქ ავიღეთ სხვადასხვა ფსევდონიმები, რაღაც გამოგონილი ავტორები, ანუ ავტორები, ვინც იყო იქ ყველა რეალური ადამიანი არ იყო. მე ვნახე შოთა გაგარინის ფსევდონიმი რეაქტიული კლუბის ერთ-ერთ გამოგონილ ავტორად. ირაკლი ჩარკვიანი თავის დროზე გაგარინელს უწოდებდა თავის თავს. ხო, არ ვიცი ვისი იყო იქ. პაატა ქურდაძე იყო, ირაკლი ჩარკვიანი, კოტე ყუბანეიშვილი და მგონი აქ სამნი იყვნენ და დანარჩენი გამოგონილი პერსონაჟები. მოკლედ გადავწყვიტე ეს არ მომეკლა ეს ავტორი, მომეწონა შოთა გაგარინი და ჩვენი წიგნიც ესე ამ ფსევდონიმის ქვეშ ვიყავი მე. ხო და მე რაღაცნაირად ჩემრჩა როგორც იცის ხოლმე ეს. მეცახელ, ზედმეცახელმა და ესე გაგრძელდა რა. შოთა ძალიან აქტიური ხარ სოციალურ ქსელში. ხშირად მწვავე რეაქციები გაქვს ხოლმე სტატუსებიდან გამომდინარე, გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებზე, ძირითადად პოლიტიკაზე რომ გავაკეთოთ აქცენტი. იმიტომ რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ხშირად არის ხოლმე ანგაჟირებული, მაგრამ მიტინგებს ვეღარ ვხედავთ ბოლო პერიოდში, რაც თითქოს დამახასიათებელი იყო ყველა მოვლენის პარალელურად, ბოლო 10 წლეული 90-იან წლებიდან მოყოლებული. თითქოს ამ მიტინგებმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა და ეხლა ხვდებით აი მისტერიკას, სხვადასხვა სტატუსების, სხვადასხვა ესე ვთქვათ ინტერნეტ გამოცემებიდან გაზიარებული ნიუსების მიხედვით რისი ბრალია ეს როგორ უყურებ? ეს რთული საკითხია. ერთის მხრივ სოციალური ქსელები იძლევა ადამიანების თვითორგანიზების საშუალებას, ეგრეთ წოდებულ უთავო ჯანყების საშუალებას, როგორც იყო მაგალითად Occupy Wall Street-ი ან მანამდე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სადაც გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი არ არის და თვითორგანიზების რაღაც ფორმები არსებობს. მეორეს მხრივ მართლაც არის ალბათ ეს მომენტი, რომ მთელი ამ რაღაც დევიანტური ენერგიის რაღაც დამანგრეველის გამოჟონვა ხდება იქ და ქუჩაში აღარ ხდება ეს. პრინციპში ორივე ეს ფენომენი დადებითია, ხო? ვერც ერთზე ვერ ვიტყვით, რომ ცუდია. ჯობია სოციალურ ქსელებში ლანძღონ ადამიანებმა ერთმანეთ ვიდრე თავპირი დაუნტრიან და აგრეთვე ჯობია ხალხის თვითორგანიზების ფორმა, ყოველთვის ჯობია ვიღაც ლიდერს. თუმცა ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ მეტად პატიოსანია. ანუ ეს რეაქციები რჩება რეაქციებად მხოლოდ სტატუსების თვალსაზრისით. რამდენად აქვს ამას ვთქვათ, აი მე მაგალითად ვაპროტესტებ კრიმინალის ფორმას, სიტყვაზე ბოლო პერიოდში განვითარებული აქტუალური მოვლენებიდან გამომდინარე, რომ კრიმინალმა იმძლავრა ასე შემდეგ. ამაზე ხშირად მიდის ამ თემაზე პედალირება, მაგრამ რეალურად რა ხდება? ანუ ზუსტად ეს მაინტერესებს პარალელი რომ გავალოთ. მე ვაკეთებ სტატუსს, მაქვს ჩემი რეაქცია, ამას გამოხატა სოციალურ ქსელში, მაგრამ რა ხდება სამოქალაქო ცხოვრებაში აქეთ უკვე? ცრა სამოქალაქო ცხოვრებაში ხა ეს პირდაპირი დემოკრატიის ცნება ცოტა მგონი ეს გადაჭარბებულ კრედიტს ვადლებს. სინამდვილეში სამოქალაქო საზოგადოებას ქმნის არასამთავრობო სექტორი, რომელიც ჩვენთან ძალიან საკმაოდ აქტიურია, ხო? ანუ ის არ არის, რომ მართლა ყველა მოქალაქეს აქვს გავლენა პოლიტიკურ პროცესზე, ეს რაღაც ილუზია მგონი. ანუ ჩვეულებრივი წარმომადგენლობით დემოკრატია, ადამიანები ირჩევენ თავიანთ წარმომადგენელს პარლამენტში და ასე შემდეგ. ეს არ ნიშნავს, რომ მე ის კაცი რასაც გააკეთებს ყველაფერზე დათანხმდებიან ეს ადამიანები. ხო და რეფლექსიას ამა თუ იმ პოლიტიკოს ქმედებაზე აძლევს ეს არასამთავრობო სექტორი ძირითადად, რომლის საქმეც ეს არის პრინციპში, რომელსაც ვეძახით სამოქალაქო საზოგადოებას, ხო? ხო და აქედან გამომდინარე ამ სოციალურ ქსელებში მოქალაქეების აქტიურობა და იქ დახარჯვა თავის ენერგიის
პირიქით შეიძლება მეც სტიმულს აძლევდეს იმ არასამთავრობო სექტორს, რომ უფრო გაუხურონ სიტუაციაზე მთავრობებს. ანუ ეს უარყოფითი არ არის ჩემი აზრით, რაღაც ნეგატიური მოვლენა არ არის. აი ყველაფერი კანონზომიერია ამ შემთხვევაში, ყველგან ესე ხდება ჩვენ არ ვარ. შოთა გაგარინი რომ პოლიტიკოსი იყოს. არა მე ვერ ვიქნები პოლიტიკოსი, იმიტომ რომ ვარ ჩავთვალოთ რომ ხარ. მაშინ მომავლის საქართველოს შეიძლება ვიყოს, სანამ ათეისტ პოლიტიკოსებს ხარდამჭერები არ ეყოლებათ. ხო და ანუ ვერ ვიქნები პოპულარული ფიგურა ჩემი შეხედულებების გამო, ამიტომ გამოვრიცხავ ამ ამბავს. ანუ ვერ გახდები ასე ვთქვათ. არა მე კი გავხდები რომ მოვინდო, მაგრამ ხმას არავინ მომცემს. ამის გამო გადაიფიქრე, გიფიქრე? ანუ რატო რაღაც ძალისხმევას რო ხარჯავ რაღაცაში, ხო უნდა გინდოდეს რომ შედეგი გამოიღოს და მთელი ცხოვრება თუ იწვალე რაღაცაზე და ანუ არაფერი არ მოხდა, რა გინდა. პატრიოტიზმი რა გაგებაა შენთვის? ეს ეგეც ძალიან რთული საკითხია. არ ვიცი, ალბათ ყველა ადამიანს აქვს გარკვეული სენტიმენტები იმ გარემოს მიმართ, სადაც გაიზარდა. მე ძალიან მეყვარს ჩემი სოფელი, მაგალითად, ხო? სადაც გაიზარდა, არა, სადაც სადაც ჩამოყალიბდა როგორც ადამიანი, ან როგორც თუნდაც პროფესიონალი, ხო შეიძლება ადამიანი კომპანიის პატრიოტი იყოს, რომელშიც მუშაობს, არის ეს, ხო, რაღაც კომპანიების მიმართ, ან კორპორატიული ეთიკები და ასე შემდეგ. და ისეთი ერთგულები არიან, მაგალითად, როგორც სახელმწიფოების მიმართ. აი ნიგერიის მთავრობაში მაგალითად აღმოაჩინეს შელის აგენტები, ნახევარი მთავრობა შელის აგენტებს ყავდათ დაკომპლექტებული, ხო? ანუ შეიძლება ეს კორპორატიული პატრიოტიზმი გაცილებით ძლიერი გრძნობა იყოს, ვიდრე სახელმწიფო. მე კლასიკური გაგებით სამშობლოს პატრიოტიზმს გულს. ხო და აი მაგას ან ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც თქვათ ის როლე ის არის რაც ქვია რაღაც სენტიმენტები გაქვს იმ გარემოს მიმართ და ბუნებრივია ეს თუმცა არის კიდე მეორე მომენტი რომ პატრიოტიზმის სახელით შეიძლება გააკეთო ის რაც ასე ვთქვათ ცუდი იქნება შენი სახელმწიფოს. მაგალითად, შენ შეგიძლია ანუ ადამიანს გამოდიან დღეს ევრაზიულ კავშირში შესვლის სურვილით, ხო? ანუ მე ჯერა მათი გულწრფელობის და მათ მართლა გონიათ, რომ პატრიოტები არიან და საქართველოსთვის ესეა უკეთესი. ხვდებით? მაგრამ რეალურად ესე არ არის, ხო, ობიექტურად რო შევხედოთ, არ არის ცუდი, აი კოლონია და გუბერნია ყოფნა, არასოდეს კარგი არ არის არც ერთ სახელმწიფოსთვის 21 საუკუნეში. ხო და ამიტომ პატრიოტიზმი მგონი როგორც აი გადამწყვეტი ფაქტორი არ უნდა არსებობდეს ესე. პატრიოტი ყველა იქნება, ვინც აქ დაიბადა და ვინც აქ გაიზარდა, ჩემი აზრით. მთავარია მე რა ფასეულობებს იძენს ესა და რა ფასეულობებს ატარებს. და არა ის პატრიოტია თუ არა. იმიტომ რომ შეიძლება თვითონ არ იცოდეს და ისე იყოს პატრიოტი. კარგი, ამ სიტყვას გამოვიყენებ. სამამულო პოეზიაზე რას ფიქრობ? თანამედროვე სამამულო პოეზია. თანამედროვე პოეზია, რა ვიცი, გააჩნია თანამედროვე ხა, ანუ ვერ დავარქმევ თანამედროვე პოეტს იმ ადამიანს, ვინც ცოცხალია და ლექსებს წერს. აი შოთა ჩანტლაძე 1950 ახალ თაობაზე, მოდი ესე ვთქვათ. ხო, ახალი თაობის პოეტებზე, ხო, აი YouTube პოეტების კასტა არის. ხო, ძალიან პოპულარულია. ხო. განსაკუთრებით ემიგრანტების ნაწილიც არის ასევე, რომელიც. არ ვიცი, ანუ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება, ანუ ერთი პოეზია უკვე რაღაც მომაკვდავ დარგად მიმაჩნია, იმიტომ რა ფუნქციაც ჰქონდა პოეზიას, ის მოიპოვა დღეს რეკლამამ. რეკლამის სლოგანის თქმა, სლოგანის დაწერა, რას ნიშნავს, მესიჯი გადაცე, ანუ რაღაც მუდმივი ტატუ გააკეთო ადამიანს ტვინზე, ხო? რა პოეზიას რას უნდა და ადრე გაეკეთებინა, ხო? აი მაქსიმალურად კონდენსირებულად გადაცე ძალიან დიდი ინსაიტი, როგორც ამას რეკლამშიკები როგორც ეძახიან. ანუ რატო არ არის მაგალითად სლოგანის წერა პოეზია თან ეს არის უფრო ესეთი შეიძლება ეს ახალი ფორმაა უბრალოდ ზამერტსახები. ანუ ლექსის წერა რა უნდა, ანუ რას მარტო ესთეტიკური ფუნქცია გადარჩა ლექს, ხო? მეტი ფუნქცია ხო არ, როცა ადრე ქონდა მედია ფუნქცია. ანუ ხალხები ამბებს გადასცემდნენ ერთმანეთს. სხვა შორის რეკლამის ფუნქციაც ქონდა, ანუ პოლიტიკური რაღაცა მანიფესტოების ფუნქცია, ყველაფრის ფუნქცია ქონდა. ეხლა დარჩა მარტო ესთეტიკური ფუნქცია. და ამ შემთხვევაში ხო ანუ ის ადამიანები ამიტომ აღარ არსებობს ალბათ ეთერს გარეთ რომ საუბრობდით პროფესია პოეტი ალბათ მაგიტომაც აღარ არის პროფესია პოეტი თუმცა ხშირად მომისმენია ეს კითხვა რომ თქვენ დამთავრებული გაქვთ ანუ
ხო და აი ქართული თანამედროვე პოეზიის პრობლემა ის არის, რომ ესენი ეს ადამიანები ამ სოციალურ კაპიტალს ეძებენ თავისი რაღაცა იმით, უნდათ რომ ეს პროფესიად გაიხადონ და მერე გამოვიდნენ მედიაში და თქვენმოდ დაეწეროთ პოეტი ან რაღაც. თითქოს ამით რაღაც ამაში ხელფას უნდა იღებდნენ და ამით უნდა ეკუთვნოდნენ. თუმცა სტატუსი მოსწონთ. საზოგადოებაში იმიჯის დამკვიდრება ეპატაჟის ან სკანდალის ხარჯზე, რამდენად მისაღებია შენთვის? აბსოლუტურად მისაღებია, კაცია და უნება გააჩნია რამდენად თუ მიგიმართავს? ეპატაჟის გამო არა, მაგრამ სახალხო ჩემი გინებია კი აბსოლუტურად კახელი კაცი ვარ და ომსვლია რაღაც. პირდაპირ ხარ და ხო, არა ყოფილა, მაგრამ არ ვიცი გააჩნია რა არის მთელი მიმართულებები დაუშვათ იგივე პოეზიაში ან ხელოვნებაში, სადაც ეპატაჟი იყო რაღაც წამყვანი ფორმა, ხო? წამყვანი აი დაუშვათ ხელოვნებაში ვენური აქციონიზმი იყო, ხო, რომელიც დღეს უკვე სამუზეუმო რამეა. ყავს რაღაც პოეზიაში მაგალითად ამერიკელი კლასიკოსი ალენ გინზბერგი იყო, რომელიც იგინებოდა არა უბრალოდ რაღაც თავის ჰომოსექსუალურ აქტებს ძალიან ნატურალისტურად აღწერდა თავის კარგ ლექსებში. ნუ ბუკოვსკიც ძალიან პირდაპირი იყო. ბუკოვსკი ცოტა უფრო მაჩო პოეტი იყო. ეს მაჩო ეს გინება მარტო გინება არ არის ეპატაჟი. კიდე არის შენ თავს რო ამცირებ, ეგეც არის ალბათ ეპატაჟი. ის უფრო გულწრფელი იყო ამაში. ბუკოვსკი ცოტა ეს მამლაყინწა ტიპი იყო და მაგას ეპატაჟისთან და ამიტომ არავინ არ უყურებს, ხო და არ ვიცი ადამიანზეა დამოკიდებული, როგორ უნდა თავი დაემკვიდროს, შეხედავს თავის უნარებს, შეხედავს თავის მისწრაფებებს, შეხედავს კონკრეტული დროის იმპერატივს და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას და არანაირი გადაწყვეტილება დასაძრახი არ არის თუ ნიჭიერად აკეთებს თუ რაღაცთვის აკეთებს. ასეთი იყო შოთა გაგარინის 5 პასუხი 5 შეკითხვაზე. მე მომდევნო პარასკევამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.